ცნობისთვის, როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნე, ესე იგი, პროკურორმა მიჩიულა YouTube ადმინისტრაციაში იმ მოტივით თითქოს და ჩემი ვიდეოები არღვევდა კონფიდენციალობის წესებს YouTube-ზე. აგერ დღეს, ესე იგი, 8 საათზე და 47 წუთზე YouTube-მა გამომიგზავნა წერილი, სადაც აგერ აი ქართულად ვთარგმნოთ, აღნიშნულია შემდეგი. ჩვენ განვიხილეთ საჩივარი და დავადგინეთ, რომ კონტენტი არ წაიშლებოდა ჩვენი კონფიდენციალობის წესების საფუძველზე, რომელთა პოუნად შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე, კონტენტი არ არღვევს ჩვენს პოლიტიკას და დარჩება საიტზე. გმადლობთ, რომ იყენებთ YouTube-ის ჩვენი წაშლის პრინციპების შესახებ დამატებით ინფორმაციას გთხოვთ უყუროთ შემდეგ ვიდეოს. ანუ ეს პროკურორის ის, რა ქვია, როგორც გახსოვთ, როგორც მოგახსენეთ უკვე, აი, ჩავრთოთ. სადაც მე ვსაუბრობ პროკურორ ხათუნა კუსრაშვილთან. სატელეფონო საუბარს. დიდი ხანია. გამხილეთ და მიუხედავად ამისა, ჩემს განცხადებას მაინც თქვენ ნადირობთ ჩემს ხილას. აი ეს ისაუბროთ პროკურორზე და გამომძიებთ. თუ მტკიცებულებები არ იქნება. მირეკი ახლა რო არიგებდი ეს ჩანაწერი არის რომ ემუქრებოდი. ნუ მოკლედ, აგერ გასაჩივრებული წინა წერილი, აგერ YouTube-ის, აგერ ესე კონფიდენციალობის დარღვევის საჩივარი. ანუ პროკურორმა იჩიულა, ესე იგი ეს იყო როდის 12 ივნის 2026 წელი 12 საათი და 15 წუთი. ნუ გამარჯობა მორეს კურტანიძე, ანუ კურტმიწერია. იქ სულ გაცნობთ თქვენი კონტენტის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით მივიღებთ შეშფოთება, ანუ ვიღაცამ, ანუ პროკურორმა მიწერა, ხა პირდაპირ არ გწერენ, თუ ვინ გიჩულა, მაგრამ იმ ჩემი წინა ვიდეოების მიხედვით ფაქტია, რომ პროკურორი იცხოვდა, წერდა გიჩილებო, სხვა ვინ იჩილებდა, ხო? და ესე ანუ გაიჩიულა და ანუ ეს ვიდეო რო წამეშალა, შემდეგ ეს ვიდეო ახლა მომწერა, აქ მე პასუხებით მივწერე მე იმას, რა ქვია. აი ისე არ დამიტოვებია, რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა. პასუხები მივწერე YouTube-ის ადმინისტრაციას და განუმარტე, თუ რატომ არ უნდა წაიშალოს. აგერ სამადლობელი წერილიც მივწერე, აგერ 21 საათი და 29 წუთი დღევანდელი რიცხვით, ანუ დღეს 14-ია. 14 რიცხვია, ისი 21 თემა მადლი. გამარჯობა, იცი მხარდაჭერის გუნდო. ესე გმადლობთ ჩემს ვიდეოსთან დაკავშირებით თქვენი პასუხისათვის. მადლობელი ვარ ყურადღებით, განხილვისა და იმის დასაწყისად, რომ კონტენტი არ არღვევს YouTube-ის კონფიდენციალობის წესებს და პლატფორმაზე დარჩება ჩემი ვიდეო. ნუ მოკლედ, აი ესეთი ძალიან სასიკეთო ამბავი, სასიხარულო, ძალიან გამიხარდა. ნუ პროკურორს ეგონა, რომ ის რა ქვია, YouTube-ი და ესეთი ეს რა ქვია, პლატფორმები ქართულ ემეთი ლოგიკითა და ქართულ თვითშეგნები და ქართული იმით ემას იზამდნენ, რა ქვია, დამიბლოკავდნენ სიტყვის თავისუფლებას და წამიშლიდნენ ვიდეოს. არა პატივცემულო პროკურორო ხათუნა კუსრაშვილო, YouTube-ი არ ეკუთვნის საქართველოს იმის რა ქვია, იურისდიქციაში არ შედის, რომ YouTube-მა ესე თქვენი ბრძანებით, აი ეს საჯარო მოხელეების და პროკურორების ბრძანებით და მოთხოვნებს უპირობოდ დაემორჩილოს. ეს არაა თქვენი ქართული სასამართლო, რომ ესე მიუთითებთ და პროკურორები და ყველაფერს გისრულებენ თქვენი მითითებისამებრ. აბა, წინ კიდე ბევრი წარმატებები იმხილებით ტრანსნაციონალურ დანაშაულში და აუცილებლად გაიგებს მსოფლიო. ჯერ ერთი ვიდეო, მერე მეორე, ყველა გაიგებს, მთელი დედამიწა გაიგებს.